სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთს ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწროთ თქვენ და სრულიად საქართველო ამინ დღევანდელ დღეს დანო და ძმანო მეორე კვირა ტრადიციულად დიდ მარხვისა ყოველთვის აღინიშნება წმინდა გრიგოლ პალამას ხსენება ეს რომელიც წელიც არ უნდა იყოს სააღმრობო მარხვისა ყოველთვის ეს არის ლიტურგიკულად განსაზღვრული მისი ხსენება აი რაღაც ჩვენ არაერთგზის ამაზე ამ თემაზე გვისაუბრია რომ თითქოს რაღაც საფეხურეობრივად ჩვენ ეკლესიას აი ამ სწავლებას ლიტურგიკული მსახურებად სწავლება მინდა გითხრათ და სხვა ნებისმიერი საიდუმლოება რომელიც კი ჩვენს თავს აღესრულება ეს ნებისმიერი რამ სწავლება ნებისმიერი რამ რაღაცა გარკვეულ ახალ საფეხურზე შედგომას უნდა ემსახურებოდეს ჩვენს ცხოვრებაში ამიტომაც სწორედ ასეთი სულიერი საფეხურების მსგავსია დიდ მარხვაში დაწესებული რომ პირველი კვირა მართლმადიდებლობის ზეიმია შემდგომი კვირა ანუ დღევანდელი დღე გრიგოლ პალამას ხსენება შემდგომი კვირა იქნება ჯვრის თაყვანისცემისა თუმცა კი შემდეგი კვირას დაემთხევა ხარების დღესასწაულიც და ეს ორი დღესასწაული ერთად გამთლიანდება და გაერთიანდება ანუ მესამე კვირა ხარება რო არ ემთხეოდეს მაშინ მხოლოდ ჯვრის თაყვანისცემა ესე ჩაითვლება მეოთხე კვირა აუცილებლად არის იოანეს სინელის ხსენება კიბის აღმწერელისა აი ისევ კიბე ვახსენეთ იქაც სულიერ კიბეზეა რა თქმა უნდა საუბარი მეხუთე კვირა მარიამ მეგვიპტელის ხსენება მეექვსე კვირა გახლავთ ბზობა ანუ დიდებით შესვლა იერუსალიმში და შემდგომი კვირა უკვე ბრწყინვალე აღდგომა აი ესე რაღაცა საფეხურეობრივად უნდა აიწიოს ადამიანმა ამ სულიერ კიბეზე იმისთვის რომ მიწვდეს მიუწვდომელს აი ამ მიუწვდომელის მიწვდომაზე არის დღევანდელი ესე იგი ჩვენი საუბარი ალბათ საჭირო იმიტომ რომ ეს გახლავთ მთელი მისი მოძღვრება გრიგოლ პალამას გულისხმობ ამ შემთხვევაში ეს იყო თესალონიკის საბერძნეთის ქალაქი გახლავთ თესალონიკი მისი მთავარეპისკოპოსი იყო და მან დაწერა ისეთი მოძღვრება რომელ მოძღვრებასაც ეხლა თვითითეული ჩვენგანი თუ გადავშლით და წავიკითხავთ გაგებით შეიძლება კი გავიგოთ მაგრამ შეიძლება მიუწვდომლად ჩავთვალოთ ეს ამბავი იმიტომ რომ იმ უხილავი ნათლის ხილვა აი ფერისცვალების ამბავს შეგახსენებთ გახსოვთ ფერისცვალების დღეს როდესაც მაცხოვარმა თაბორის მთაზე ფერი იცვალა მოციქულებმა დაინახეს რაღაცა არაბუნებრივი სინათლე ეს არ იყო ხელით შექმნილი რაღაცა შენი სინათლე რაღაცა შეიძლება გაანათო და მან შეიძლება გამოიწვიოს ესეთი სხივები გამოუშვას იქეთ და აქეთ არა ეს იყო არაბუნებრივი სინათლე და ამ შიშისგან ისინი ძირს დაეცნენ და ხატზეც კი ასე არის გამოხატული თუ დააკვირდებით ფერისცვალების ხატს მოციქულები ძირს არიან პირდაპირ ესე იგი დააყრილები უკაცრავად ამ სიტყვისთვის ამ შიშისგან ესე დაცვენილები და ამ არაბუნებრივი სინათლის მნახველები აი ამ სინათლის შესახებ წერს მოძღვრებას გრიგოლ პალამა რომ როგორ შეიძლება რომ ეს უქმნელი ნათელი რომელიც საფრთხო სინათლეა საფრთხო ენერგია თითოეული ჩვენგანისთვის იყოს მისაღები როგორ უნდა მიიღოს ეს ადამიანმა და რა უნდა გააკეთოს ყოველივე ამისთვის მაგრამ ამ მოძღვრებას თუ წაიკითხავ თანამედროვე ქრისტიანები განსაკუთრებით ალბათ დაიწყებენ ფიქრს იმის შესახებ რომ ჩვენთვის მიუწვდომელი მეც ხშირად მიფიქრია აი ჩემს ახსარებას გეტყვით რომ ეხლა ამისთვის ალბათ ვიღაცა ბერი უნდა იყო და სადღაცას გამოქვაბულში უნდა იცხოვრო რომ ამისთვის გეცალოს ეხლა და დადგე შენ აქა და ასე ილოცო ასეთი პოზა უნდა გქონდეს იქ ყველაფერს მნიშვნელობა არ გეგონოთ რომ რაღაცა ესე ჩვენ რო თავაღერილი ვლოცნოთ ხოლმე არა რაღაცა მთელი ესე იგი ფიზიკური განამარტო ისო სულიერი მზაობა არის საჭირო ფიზიკურადაც კი მზად უნდა იყოს ამისთვის ადამიანი იმიტომ რომ გარკვეულ რაღაცა ერთ პოზას იღებენ ეს სიხასტი მამები ვინც არიან ამ ლოცვით დაკავებულები ეს პოზა რო წარმოიდგინოთ ესეთი რამ რომ ეხლა ადამიანმა ჩაიცუცქოს და თავი ჩარგოს მუხლებში თავის მუხლებს ესე ხელები შემოხვიოს და ამ პოზაში ესე იგი იწყებენ ისინი ეზოს ლოცვას და რაღაცა გარკვეული დროის განმავლობაში ესე იგი ასე ატარებენ ეს გარკვეული დრო ვიღაცისთვის 15 წუთი იყოს შეიძლება და ვიღაცისთვის 15 დღე. ოღონდ მართლა გეუბნები, ასეა ნამდვილად. ამიტომაც
ძალიან რთული წარმოსადგენია ეს ხო მართალია? მე მართალი გითხრათ ეხა პირადად ჩემი სხეულიდან გამომდინარე, განაისრო ამდენ ლოცვას ასეთი პოზის მიღებასაც ვერ შევძლებ. მაგრამ არსებობს თუ არა სხვა გამოსავალი? მინდა გითხრათ რომ არსებობს. ვის ეძლევა ეს უქმნელი ნათლის ხილვის საშუალება, იცით? ყველა იმ ადამიანს, ვისაც უყვარს ღმერთი. ყველა იმ ადამიანს, ვინც მადლიერია ღვთისა. ამისთვის არც უდაბნოა საჭირო, არც რაიმე გარკვეული ფიზკულტურა და არც რაიმე გარკვეული პოზა. ყველას ეძლევა ეს და ამისი დასტური იცით რა არის? თქვენ რომ ეხლა ტაძარში დგახართ. სხვანაირად ვერ დადგებით ტაძარში. სხვანაირად ან რაღაცა ფსიქიკური პრობლემა უნდა კონდეს ადამიანს, თუ ეს არ განუცდია, თუ საღვთო ენერგია მას რაღაცა შემხებლობა არ ქონია, ღმერთი არ შეეხო მას და ისე ის იდგეს საათების განმავლობაში და გაუგება რაღაცაზე ერთხელ და ორჯერ კიდე შეიძლება ასე რეგულარულად იდგეს, მაშინ მას რაღაცა ვერ აკარგად საქმე. იმიტომაც ვდგავართ რომ იმ ერთხელ რომ მოვიხელთეთ ჩვენ რაღაცნაირად აი ეს შემხებლობა ღმერთთან. ამისი გამუდმებული ძიებაა მე. ამისი გამუდმებული სწრაფვა არის რომ კვლავ გინდა ეს მოიხელთო და რა არის მაინც ეს ენერგია, რა არის მაინც ეს უქმნელი ნათელი და გეტყვით რაც არის. ხომ გიგრძნიათ თავი? არ ვიცი, ვიღაცა შეიძლება აღსარების შემდგომ, ვიღაცა შეიძლება ზიარების შემდგომ, ვიღაცას უბრალოდ რაღაცა გარკვეული ლოცვის წაკითხვის შემდგომ, ძალიან მსუბუქად, ძალიან ბედნიერად და კიდევ ერთი მთავარი რა, ძალიან უშიშრად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არ გეშინია, არ ხარ დათრგუნული. შიში არის დამდგუნველი, შიში არის გამდევნელი შენგან პირდაპირ შეიძლება ითქვა სარწმუნოებისა, იმიტომ რომ შიში იმისა რა იქნება ხვალ, შიში იმისა რა შევჭამდა, შიში იმისა რა შავეცნობდა, როგორ წავალ და როგორ წამოვალ, ამ ყველაფრიდან, ამ სულიერი რაღაც ამ წყობიდან ამოაგდებს ადამიანს და იწყებს უნდა თუ არ უნდა რაღაცა ამ ქვეყნიურზე ფიქრს, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს არ ვიცი რამდენი წამი გაგრძელებულა, შეიძლება წუთი და შეიძლება დღე. გქონია აი ეს შემხებლობა უფალთან, რომ შეეხო უფალი რაღაცა ჩვენ სულს და ჩვენ ეს საღვთო ენერგია, ანუ ის უქმნელი ნათელი, რომელიც არ არის ამ ქვეყნიური, რომელიც ამ ქვეყნიურში რასაც გულისხმობ, ყველაფერ ქმნილებას გულისხმობ და ხვდები ამას, რომ ეს ასეა და უცბად უშიშარი გახდი. უცბად ბედნიერი გახდი. უცბად გახდი გახარებული. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დიდი განსაცდელია შენს თავს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაც გასაჭირი და უბედურება რაღაცა ღმერთმა ყველა დაიფაროს დატეხილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, სულიერად რაღაცა ამოისუნთქე. თითქოს დიდი ტვირთი ჩამოგხსნეს მხრებიდან. აი ეს არის საღვთო ენერგიებთან შემხებლობა. და ამ ენერგიებთან შემხებლობა ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანისა, ვისაც უყვარს ღმერთი. და საპასუხოდ იცით რა არის? რომ ღმერთს ყველა უყვარს. თქვენ არ გეგონოთ, რომ მხოლოდ გრიგოლ პალამა უყვარდა, რომელსაც ქონდა ამისი გამოცდილება და ამის ყველაფერი განამარტო გამოცდილება, რომელიც ერთია გამოცდილება და მეორეა რაღაცა უნდა გადმოსცე. იმიტომ რომ მე შეიძლება ძალიან კარგი სპორტსმენი ვიყო, მაგრამ შენ ვერ გასწავლე. ან რაღაცა კარგი პედაგოგი ვიყო, მათემატიკის თუ ინგლისურის სამშობლოა, მაგრამ შენ ვერ გასწავლედი ამას. გრიგოლ პალამას მთელი დამსახურება ეს არის, რომ ის განამარტო ამას თვითონ პრაქტიკაში, თავის ცხოვრებაში ასე ატარებს და განის. არამედ ეს როგორც პედაგოგმა ისე გვასწავლა და ისე გადმოგცა თითოეულ ჩვენგანს და ეს არის მთელი მისი მოძღვრება, რომელიც ამ შემთხვევაში შენ ძალიან ძნელად გეჩვენება, მაგრამ მიუღწეველი არ არის. არ არის ნამდვილად მიუღწეველი, იმიტომ რომ მან მოგცა შენ თავარი იარაღი, 20 კულთა მიერ სწავლებაზე დაფუძნებული, რომ ვინც ახსენებს მის სახელს, ის გადარჩება. და რა არის ეს სახელი? არის ძალიან მარტივი ლოცვა. უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე. ეს გახლავთ იარაღი, რომელიც გამოიყენება ყველაფერ იმის საწინააღმდეგოდ, რაც შეიძლება შენ სულს აპყოლებდეს. ნებისმიერ რაღაცა ამ ქვეყნიურ მიჯაჭვულობაზე იქნება, რაღაცა განსაცდელი იქნება, ტკივილი თუ მწუხარება, სიხარული თუ ბედნიერება, მნიშვნელობა არ აქვს. ყოველთვის ეს არის ისეთი იარაღი და ისეთი მძლავრი იარაღი, რომელი იარაღითაც შენ ადამიანი ხდები განსაკუთრებული მადლმოსილი და რატო? ამ ლოცვის თქმის დროს შენ რამდენიმე რამეს აღიარებ, რომ შენ კი არ შეგიძლია გაიმარჯვო რამეზე.
შენ კი არ შეგეძლო რომ რაღაცა მოგეპოვებინა თუნდაც შემხებლობა აი ამ ენერგიებთან, რომელსაც საფრთხო ენერგიები ქვია. არამედ ყავს შუამავალი, რომლის საშუალებითაც მიაღწია შენ ყოველივე ამას. ან გინდა რომ მიაღწიო ყოველივე ამას. ამიტომაც იარაღად იყენებ ამ ლოცვას. უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე. და ეს ყოველთვის, ყველა სიტუაციაში, ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა იმყოფებოდე, ყოველთვის შეგიძლია თქვა, დაწოლილ მდგომარე თუ მჯდომარე მდგომარეობაში და სადაც არ უნდა იყოს, სადაც გონია რომ უხერხულია, სადაც შეიძლება გცხვენოდეს კიდეც რაღაცის და ვერ ამბობდე რაღაცის გამო, ყოველთვის შენს გონებაში აღბეჭდილი ეს სიტყვები და გამეორება ამ სიტყვებისა. გახლავთ ის თავარი იარაღი თითოეული ქრისტიანისა, რომლითაც ის შეიძლება ერეოდეს ბოროტება სამქვეყანაზე. ერეოდეს ქრისტე რა თქმა უნდა, მაგრამ შენ მოუხმობ მას და თუ არ მოუხმობ, მაშინ შენ რჩები პირისპირ მასთან ერთად და შენ ისი შემძლებელი ხარ. აი თითოეულმა ჩვენგანმა ეხლა კარგად ჩაიხედოს თავის გულში და თქვას, როდესაც გითქვამთ, რომ მე ამას გავაკეთებ, შეძელით თუ არა მისი გაკეთება და ახლა ექსპერიმენტი ჩაატარეთ, რომ რაღაცა კარგი კეთილი სურვილი ასე თქვით, ღმერთო შემაძლებინე რომ ეს გავაკეთო. და აი ნახავთ მე როგორ მიედინება ეს ყველაფერი ისე როგორც უნდა მიდიოდეს თითქოს და ხანდახან ამასაც კი საკუთარ თავს მიაწერ ადამიანი რომ აი ნახე რა მაგრად შევძლები და გავიწდება ის რომ თხოვნა რითი დაიწყე ამ საქმის კეთება რითი დაიწყე. ამიტომაც დღევანდელი დღე გახლავთ დღე შეხსენება იმისა რომ არსებობს ის საფრთხო ენერგიები რომელთანაც ჩვენ რაღაცა გარკვეულ დროს ეს წარსულში იყო, თქვათ, 1 წლის წინ თუ უშინდელ ღამეს მნიშვნელობა არ აქვს, რაღაცა შეხება გქონდა და აი ამ ენერგიებმა, აი ამ სინათლემ, იმ უქმნელმა სინათლემ დატოვა ჩვენში ისეთი დაღი, ისეთი ბეჭედი დაასვა ჩვენს ცხოვრებას, რომ გამუდმებული სწრაფვა გვაქვს იმისკენ. ამიტომაც ვდგავართ თითოეული ჩვენთაგანი ამ წირვაზე. ამიტომაც დგას თითოეული თქვენგანი მსახურებაზე. თორემ ამის გარეშე შეუძლებელი ადამიანი გაჩერდეს, ამის გარეშე შეუძლებელი ადამიანმა გაუძლოს ყოველივე იმას, რომ მონოტონური ლოცვა გესმოდეს და შენ ამ დროს უნდა იდგე ესე გაუნձრევლად და არ ლაპარაკობ. ასე უნდა ხდებოდეს, ჩვენ ასე კი არ ვართ, მაგრამ ასე უნდა იყოს. უნდა იდგე და არ უნდა ლაპარაკო. მოკლედ, მე კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ, მე კიდევ ერთხელ მინდა ვილოცო უფლის წინაშე, რომ აი ეს ენერგია, რომელსაც საფრთხო ენერგია, საფრთხო უქმნელი ნათელი ქვია, რომელსაც ჩვენ რაღაცა გარკვეული დროის განმავლობაში ვეხებოდით, წამები იყო თუ წუთები თუ დღეები არ ვიცით, კვლავ აღადგინოს უფალმა ჩვენში, კვლავ გააძლიეროს სურვილი მასთან მისწრაფებისა და გავხადოს ღირსი იმისა, რომ გამოგვიცხადოს მან საკუთარი თავი და არ არის ეს ამისთვის განკუთვნილი რაღაცა მხოლოდ მეუდაბნოებისთვის და მხოლოდ რაღაცა ხრელში რო ცხოვრობენ თუ გამოგვაბულში თუ სადღაცას ნებისმიერ ადამიანს ისე უყვარხარ ღმერთს როგორც იოანე ღვთისმეტყველი უყვარდა. იოანე ღვთისმეტყველი შემთხვევით არ მიყვარდა, იმიტომ რომ სახარებაში წერია, რომელიც უყვარდა იესოს. გონიათ რომ სხვა მოციქულები არ უყვარდა? უყვარდა. აი თქვენ როგორ გიყვართ ღმერთი, ამაზეა დამოკიდებული ის, რომ რამდენი შეხება გექნებათ მის აი ამ ენერგიებთან. თორემ მას ყველა იოანე ღვთისმეტყველის, გრიგოლ პალამაც, რომლის ხსენებაც არის, მეც და თითოეული თქვენგანიც უყვარვართ ერთნაირად, იმიტომ რომ ყველასთვის დაიღვარა ის მისი წმინდა სისხლი, რომლის ღირსიც არავინ არ უყავთ. ამინ. მე შეგახსენებთ რამდენიმე ამბავს. პირველი ის, რომ დღეს 2 საათზე 7 გზის ზეთისხება გვექნება, ეს გახლავთ 7 საიდუმლოთაგან ერთ-ერთი, რომელსაც დიდმარხვაში ატარებს წმინდა ეკლესია და ყველა მორწმუნე ადამიანი იწყებს ზეთს, ხას უსვავ ამას, იმიტომ რომ ხშირად ადამიანები მოდიან რომ გავიგე კარგი ყოფილა 7 ზეთისხება და თუ შეიძლება ვიწყებ. იცით რა, კარგი ბევრი რამეა, მაგრამ ხო რაღაცა გაცნობიერება გჭირდება ამ ყველაფრის. ამიტომ ხას უსვამ რომ მორწმუნე ადამიანთათვის არის ეს, ვისაც წამს და ვისაც წამს შესაბამისად ცხოვრობს ისე როგორც მას ღმერთი ეუბნება. მორწმუნე და არამორწმუნე სწორედ ამით განსხვავდება ერთმანეთისგან. მეტი განსხვავება კი არაფერი არ არის. მორწმუნე ადამიანი, ვისაც წამს რომ ღმერთი არსებობს კი არა. ღმერთი რომ არსებობს, ამის ეშმაკსაც წამს. ზუსტად იცის, ჩვენზე მეტად წამს, იმიტომ რომ შენ ხანდახან შეიძლება ეჭვი შეგეპაროს შენს ადამიანის სისუსტიდან გამომდინარე.
ეშმაკს ეჭვი არასდროს არ ეპარება, რომ ღმერთი არსებობს. ზუსტად იცის. მაგრამ განსხვავება იცით რა არის, რომ შენ გარდა იმისა, რომ გწამს, გჯერა მისი. მაგალითად ის რომ ამბობს, რომ ნეტარიყვნენ მშვიდობის მყოფელნი და შენ მშვიდობის მყოფლობას, როდესაც ცდილობ ორ ადამიანს შორის, რომ მოარიგო ორი ადამიანი, შენ ზუსტად გჯერა მისი სიტყვებისა და ამიტომაც აკეთებ ამას. და არა ის, რომ ახლა მე ამ სიტუაციაში სხვანაირად უნდა მოვიქცე. ესე კითხვა ქრისტემ, მაგრამ მე ახლა სხვანაირად უნდა მოვიქცე. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მისი არსებობა გჯერა, მაგრამ მისი სიტყვებისა არ გჯერა. მისი არსებობა გწამს, მაგრამ მისი სიტყვებისა არ გჯერა. ამიტომაც, ვისაც სწამს, რომ არსებობს ღმერთი და ვისაც სჯერა მისი სიტყვებისა, ამას ქვია მორწმუნე ადამიანი. ამიტომაც დაიჯერეთ იმას, რასაც გვეუბნება სახარება და ეს სახარება გახლავთ სახელმძღვანელო, სწორედ ჩვენი სარწმუნოებისა, რომ რას გეუბნება ქრისტე მაცხოვარი, იმის მიხედვით უნდა ესე წარმართავდე შენს ცხოვრებას. ამის მიხედვითაც უნდა ღებულობდე მონაწილეობას თითოეულ საიდუმლოში. არა აქვს მნიშვნელობა ეს 7 ზეთისხება იქნება, აღსარება თუ ზიარება. აი აქედან გამომდინარეა ეს ყველაფერი. აი ამაზე არ უნდა იყოს დაფუძნებული შენი სარწმუნოება, რომ საფუძველი ამ სარწმუნოების არის არა ის, რომ ღმერთის არსებობის გწამს. კიდევ ერთხელ გიმეორებ, ეშმაკსაც გწამს. არა. გჯერა იმისი, რაც მან გითხრა. გითხრა, რომ მეორედ მოვალ. გჯერა, რომ მეორედ მოვალ. გითხრა, რომ ნეტარიყვნენ გლახაკნის სულითა. გჯერა, რომ ასეა. ნეტარიყვნენ გლოვარენი. გჯერა, რომ ასეა. ანუ მის ამ სიტყვებს შენ ცხოვრებაში ასე გაატარებ ადამიანი, ეს არის ნამდვილი სარწმუნოება. ამიტომაც ზეთი უნდა იცხოს ყველა იმ ადამიანმა, ვისაც სწამს და სჯერა ერთდროულად და ასრულებს მის სიტყვას.